საქართველოს შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება. ლიპარას გადაცემის დღე, ჩემი და თქვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა რომ გიო გაგაცნოთ. გიო ღონ არა ადამიანი, ცალკე. არამედ გიო როგორც წიგნის პერსონაჟი და როგორც თვითონ წიგნიც გიო. ეს არის თამრი ფხაკაძის წიგნი, რომელიც დაახლოებით 24 წელი იწერებოდა, ორი ნაწილისგან შედგება და ადვილად ამოიცნობთ ადგილს, რა ადგილზეა ლაპარაკი. აქ არც ერთხელ არ არის არც ქალაქი ნახსენები, არც ჩვენი ქვეყნის მტერი, მაგრამ მტერსაც მარტივად ამოვიცნობთ. საბავშვო წიგნია, 900+ აქვს ასაკი და კარგია რომ ბავშვებს მტრის და მოყრის გარჩევა ბავშვობიდან მე ვასწავლოთ. არც ადგილია ნახსენები, როგორც გითხარით, არც ქალაქი, მაგრამ ქალაქს და ადგილსაც მარტივად იცნობთ. მაშინ ასე დავიწყოთ, მე ნაწილს აგიკითხავთ, დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. თამრი ფხაკაძის წიგნია, გამომცემლობა პალიტრაელი და წიგნს დართული აქვს ავტორისავე ილუსტრაციები. მაშინ ასე ვიწყებთ. თამრი ფხაკაძის გიო, ნაწილი პირველი. შავი ზღვის პირას, თოლიასავით ფრთაგაშლილი ქალაქის გარეუბანში ერთ კოხტა, ოდესახში ბიჭი გიო ცხოვრობდა. ცხოვრობდა ბიჭი გიო დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად მზის სხივებით მუდამ გამთბარ განათებულ ოდაში და გულში თვითონ მზენთო. დილაობით ბიჭი გიო სკოლისაკენ გარბოდა, სახეზე ამომავალი მზის სხივები და ზღვის სურნელი ეფრქვეოდა. შუადღისაც გაკვეთილებს სწავლობდა, ტოლებთან თამაშობდა, უდის წინ კოინდარში ლეკვთან ერთად კოტრიალობდა, ბაბუს ჩახუჩ ლურსმები თუ საიქიმო ხელსაწყოებით ჩხირკედელაობდა, დედას გაუთავებელი შეკითხვებით თავგზას ურევდა. მამას რუკებსა და საზღვაოსნო ნივთებში იქექებოდა. მერე ზღვისკენ გარბოდა. ქვიშაში ციხესიმაგრეებს აშენებდა, კენჭებს და ნიჯარებს აგროვებდა, ზღვის შრიალს ყურს უგდებდა და კაპიტნობაზე ოცნებობდა. ზღვა სულაც არ იყო შავი. ის დედის თვალებივით ლურჯი და ღრმა იყო. დედის თვალები კი ზღვასავით ლურჯი და ღრმა. ბიჭი გიო ზღვა და დედის თვალები ერთნაირად უყვარდა. საღამოობით ბიჭი გიო და ბაბუ ოდის წინ ძელსკამზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და შორეც გასცქეროდნენ. ბაბუ ყვებოდა და ყვებოდა საინტერესო უცნაურ რამეებს. ბიჭი გიო სულგანებული ისმენდა საოცარ ამბებს. დალიზე და ამირანზე, ოჩოპინტრაზე და ბაყბაყდევზე, ცხრაძმაზე და სამას არაგველზე, ტარიელზე და ავთანდილზე, თამარ მეფეზე, იესო ქრისტეზე, ისმენდა და თან ზღვისა და ცის შორეულ მინისლულ შესაყარს ეძებდა მზერით. გიოს მამა მეზღვაური იყო. ზღვაში დიდი ხნით გადიოდა უზარმაზარი გემით. შინ დაბრუნებული შვილს 1000 გვარ საინტერესო ამბავს უამბობდა. ზღვაზე მეზღვაურულ ფათერაკებით სავსე ცხოვრებაზე, შორეულ ქვეყნებზე, მამის მონაყოლი ამბები ღამღამობით სიზმრებად იქცეოდა ხოლმე და გიო დიდი თეთრი ხომალდი დაცურავდა ზღვებსა და ოკეანეებზე. საჩუქრების ხშირად ჩამოქონდა მამას, სუვენირებად გაკეთებული ზღვის ცხენები და ზღვის ვარსკვლავები, მარჯნის ჭხირები და უცნაური ქვები, მაისურები და კეპები, უცხო ქალაქის ხედებით, ინდიელების, აფრიკელების, ინდუელების, ავსტრალიელების ხელნაკეთი სათამაშოები. ერთხელ კი გიო, მაშინ 5 წლისაც არ იქნებოდა, დიდი, ნაირფრად მოელვარე უზარმაზარი ნიჟარა მოუტანა საჩუქრად და უთხრა. აი ამაზე დიდი. ამ ნიჟარაში ხმები ინახება გიო, შენი იყოს. აბაყური მიადე, ტალღების ხმა გესმის? მიადე. გიო ნიჟარა ყურთან მიიტანა და თითქოს მართლა გაიგონა ტალღების ხმაური, ქარის ზუზუნი და თოლიების წრიპინი. ბიჭმა ის ნიჟარა თავის საწოლთან ტუმბოზე დაიდო, ძილის წინ დედას ღაპარს რომ უყვებოდა ხოლმე. გიოს ჯეროდა რომ დედის ხმა ნიჟარაში გროვდებოდა და ინახებოდა. ამიტომაც ძალიან შეიყვარა ეს ნიჟარა, მაშინ ზღვის და დედის ხმა ეგულებოდა. ზღვა და დედა ბიჭს ერთნაირად უყვარდა. მხიარულად გადიოდა დღეები. მოლურჯო მთებიდან ამოდიოდა და ზღვაში დასაძნებლად ეშვებოდა მზე. დასრიალებდნენ ქათქათა თოლიები. ზღვის ტალღები ხან წყნარად ლიბლივებდნენ, ხან გაბრაზებით წამოიქოჩხრებოდნენ. რასაც არაკეთებდა ბიჭი გიო, ცალი ყური სულ ზღვისკენ ჰქონდა. შორი ახლოს ზღვის სუნთქვას მუდამ გრძნობდა და გულში ჯიუტად ოცნებობდა კაპიტნობაზე. ერთ საღამოს დედამ ლოყაზე აკოცა და ყურში უჩურჩულა. იცი მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება გიო. ბიჭი გიო დედას მიეხუტა და მოეჩვენა რომ გულის ადგილას ჩიტი უფართხალებდა. მაგრამ მერე ნიავ სულ უფრო ხშირად მოგქონდა ცეცხლის და დენთის სუნი. დედის ზღვასავით ლურჯ თვალებში ბიჭმა შიში დაინახა.
საღამოობით ბაბუ ძელს კამზე იჯდა, დაღვრემელი გასცქეროდა შორეც და მდუმარე დაბოლებდა ჩიბუხს. ბიჭგიო საშიში სიტყვები ესმოდა ყურ მოკრით. დაჭერეს, მოკლეს, ააფეთქეს ომი. ერთ ღამეს მამამ ქურთუკი და ჩექმები ჩაიცვა. ხელში თოფი აიღო, ყველანი გადაკოცნა და ბნელ ღამეში გაუჩინარდა. გიო მიხვდა, რომ მამა ახლა ზღვაში არ შედიოდა. ზღვაში თოფი არაა საჭირო. ბიჭი ყოველდღე სულ უფრო მეცვლებას ხედავდა და გრძნობდა. ერთ დილას კი რა მოხდა ერთ დილას? აქ დავაპაუზოთ კითხვა, დანარჩენი თუ მოგეწონება თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. გიოს თავგადასავლები, მისი ფათერაკები, მისი მშობლების ბაბუის ამბები შეგიძლიათ აქ ნახოთ, მისი მეგობარი რატი შეგიძლიათ გაიცნოთ, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და ძალიან კარგი ბიჭია და კიდე სხვა ამბები, რომელიც ამ ზღვისპირა ქალაქში მოხდება და რომელსაც ერთი მტერი ყავს, ჩვენი მტერი, რომელიც დღესაც ჩვენი ქვეყნის მტერია და დღესაც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანას მოერიოს. და ნახავთ რა ბედი ეწევა გიოს, რამდენად ძლიერია პატარა ბიჭი და რა მოხდება და როგორ იქნება ბიჭი გიოს თავგადასავალი. სულ ეს იყო დღეს, რაც მინდოდა მეთქვა მოკლედ და მეჩვენებინა თქვენთვის. მე შემდეგ ლიპარასკევამდე გემშვიდობებით და გვახსოვდეთ, რომ საქართველოს შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. თავისუფლება მზია ამაღლობებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. შემდეგ ლიპარასკევას შევხვდებით. აბა დროებით, ყოჩაღო და ძლიერო ბავშვებო და დიდებო. ბედნიერად.